დღეს ვეცდები გავამზადო მაკდონალდსის ჩიზბურგერის სახლის პირობებში, შემდეგ ამ ჩიზბურგერს გავასინჯებ ქრისტის და ვნახოთ, გაარჩევს ქრისტი თუ არა სახლის ჩიზბურგერს და მაკდონალდსის ჩიზბურგერს ერთმანეთისგან. ჩიზბურგერის გასამზადებლად დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. რა თქმა უნდა, ფუნთუშა, მჟავე კიტრი, კეჩუპი, საქონლის ხორცი, მდოგვი, ჩედარის ყველი და ბოლო ინგრედიენტი არის ხახვი. პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა ვქნათ, უნდა გავხოთ აი ეს რბილი ფუნთუშა აი ამ ტაფაზე. შემდეგი ეტაპი აი ესეთი ულამაზესი გაბრტყელებული ხორცი უნდა დავაგდოთ ტაფაზე, ნახევარწუთი ერთი მხრიდან, ნახევარწუთი მეორე მხრიდან. წესით საკმარისი იქნება. ჩვენი უგემრიელესი ხორცი უკვე გამზადდა, ეხლა ეს ხორცი უნდა ავიღოთ და დავდოთ აი ამ ფუნთუშის ქვედა მხარეს. შემდეგი ეტაპი ყველი დაადეთ ეგრევე ზევიდან, რომ რაც შეიძლება დაალღვეს სანამ ცხელი არის ხორცი. შეგიძლიათ ტაფაზეც ხორცს ზევიდან დაადოთ და იმასთან ერთად ჩაალღოთ, ეგეც არ იქნება არანაირი პრობლემა. ამ ფუნთუშის მეორე მხარეს, ანუ ზედა მხარეს, უნდა დავასხათ კეჩუპი, ალბათ ეყოფა. უნდა დავაყაროთ აი ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი. დავაყაროთ პიკული. იგივენაირად არც ისე ბევრი და რაც მთავარია, მდოგვი. მდოგვიც ცოტა, ბევრი არ მოგივიდეთ. და მორჩა, თქვენი ბურგერი არის მზად, უნდა აიღოთ უბრალოდ ეს ქვედა ფენა და დააფაროთ ზევიდან. სულ ეს არის და ეს არის თქვენი მაკდონალდსის ჩიზბურგერი. ქრისტი, ეხლა უნდა დააგემოვნო აი ეს ბურგერები. ეს ერთ-ერთი მოვაკვიჩე ხალხო არ შეიმჩნიოთ, არა უშავს, ქრისტი მოკვეჩილი ბურგერები უნდა ჭამო. აჰა, შენ პირველი ბურგერი. და მიდი თქვი 10-დან რამდენ ქულას დაუწერ მითხარი. რატო აკლია ნაცი? მოკვეჩილია მოკვიჩე. მეც მაინტერესებდა. 10 და რამდენი? 10-დან 7. 10-დან 7. გემრიელია ხო? ოკეი. მზადხარ შემდეგის. აჰა. გასინჯი. ამ ხელებს კვიჩო. 10-დან 9-ს დაუწერ. 9? წვნიანია უფრო და უბრალოდ აი მდოგვი აქვს ცოტა მეტი და აი კაი, რას ფიქრობ, რომელი არის ჩემი გაკეთებული და რომელი მაკდონალდს? იცი რას ფიქრობ, რომ ეს არის მაკდონალდსის და შენი გაკეთებული. ანუ ჩემი უკეთესია. კი. აი, გაახელე თვალები. ეს ჩემი ბურგერი არის და ეს მაკდონალდს, მართალი ხარ. ყველაფერი ბევრი აქვს რა შედარებით და უფრო მომეწონა.